დასავლეთ საქართველოში სტიქიის ზონაში დიდ თოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად საპატრიარქოდან საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, მედიკამენტები და თბილი გადასაფარებლები გაიგზავნა. დაზარალებულთათვის სტიქიის ზონაში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ლოცვა კურთხევით ხორციელდება. გასაგზავნის საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების ნივთების გადატანა სატვირთო მანქანაში სხვადასხვა ადგილიდან 27 თებერვალს განხორციელდა, მათ შორის სამების ახალგაზრდული ცენტრიდან. საქართველოს საპატრიარქოდან გურიის რეგიონში დახმარება დღეს დილით გაიგზავნა. შეგახსენებთ, რომ სტიქიის ზონაში დახმარების გაგზავნის თაობაზე საპატრიარქოს განცხადება 26 თებერვალს გავრცელდა. მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ლოცვა კურთხევით და საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზებით ამჟამად დასავლეთ საქართველოს გარკვეულ რეგიონებს, რომლებსაც კრიზისული განსაცდელის პერიოდი უდგათ, განსაკუთრებით ეს ეხება გურიასა და აჭარას, მათთვის იქნა ორგანიზებული შეძენა გარკვეული ჰუმანიტარული დახმარების, აქ შედის ტანსაცმელი, მამაკაცის, ქალის, ბავშვის, ასევე საკვები, გარკვეული რაოდენობა მედიკამენტები, პირველადი მოხმარების ნივთები, ჰიგიენის საშუალებები, მხოლოდ ნაწილი იტვირთება ახლა ამჟამად, ხდება ამ ყველაფრის ორგანიზება და რამოდენიმე მანქანაში გადანაწილებული გაიგზავნება. ჩავიტანთ ამ ყველაფერს გურიაში და რა თქმა უნდა საკოორდინაციო შტაბთან შეთანხმებით იმისათვის რომ უფრო ოპტიმალურად მოხდეს ამ ყველაფრის გადანაწილება, მივაწვდით ჩვენს მოსახლეობას და ჩვენი ქვეყნის ძვირფას შვილებს. მხოლოდ ახალგაზრდულ ცენტრში შეგროვებულა მოხდა შეძენა, ეს უბრალოდ ახლა აქ ლოკალიზებულად თქვენ ერთ მისამართს ხედავთ, სხვა რამოდენიმე მისამართზეც მოხდება დატვირთვა, გაცილებით უფრო დიდ მანქანაში ამ ყველაფრის გადატანა. მადლობა უნდა ეთქვას განსაკუთრებული იმ ადამიანებს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ყველაფრის ორგანიზებაში. რა თქმა უნდა ეს შეძენა მოხდა საპატრიარქოს ორგანიზებითა და ლოცვა კურთხევით, მაგრამ ქართულმა კომპანიებმაც თავისი ქრისტიანული ქველმოქმედება ძალიან ღირსეულად იტვირთეს. კომპანია ავერსი საქველმოქმედო ფონდი და გვეხმარა გარკვეული მედიკამენტებით, კომპანია თეგეტამ გასწია გარკვეული დახმარება ტრანსპორტირების ნაწილობრივი, ასე ვთქვათ, ტვირთვის მხრივ და ეს ძალიან მისასალმებელია და ძალიან გასახარია, რადგანაც ძალა ნამდვილად ერთობაშია. და არაერთი ადამიანი კიდევ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩვენ ვიცით, რომ მონაწილეობს ამ ყველაფრის დაძლევაში და ძალიან მისასალმებელია, რადგან ეს იმედი გვაქვს, რომ მთელი ეს განსაცდელი ძალიან მალე ჩაიწერება ღირსეულ ფურცლად ჩვენი ერის ისტორიაში, თუ როგორ შევძელით ყველაფრის ჩვენი ერთობით, სიყვარულით გადალახო.